Biznesmenებმა უნდა აკეთონ ბიზნესი და პოლიტიკოსებმა უნდა აკეთონ პოლიტიკა. ეს განცხადება გააკეთა ცოტა ხნის წინ ქართული ოცნების კანონპროექტის წარმდგენმა საკომიტეტო დარბაზში და დაანონსა, რომ შესაძლებელია პოლიტიკური აქტივობის გამო მალე საქართველოში ბიზნესმენები ციხეშიც კი გაუშვან და პირველ ეტაპზე ეს ყველაფერი იქნება ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ბიზნესმენებს ქართული ოცნების კანონის დარღვევის გამო. თავდაპირველად ქართულ ოცნებას კანონპროექტში მოაზრებული ჰქონდა, რომ პოლიტიკური აქტივობა დაჯარიმდებოდა 20,000 ლარით, ხოლო დღეს არჩილ გორდულაძემ კომიტეტის ხოთლომათა დარბაზში განაცხადა, რომ ზოგიერთი ბიზნესი იმდენად შემოსავლიანია და იმდენად მდიდარია, რომ 20,000 ლარიანი გირაო მათთვის შემაკავებელი ვერანაირად ვერ გახდება, ამიტომაც ქართული ოცნების წევრებს, საკუთარი გუნდის წევრებს მიმართა, რომ ხომ არ აჯობებდა მეორე მოსმენისთვის ემშელათ იმ საკითხზე, რომ ეს კანონი უფრო მეტად გამკაცრდეს, პირველ ჯერზე ადმინისტრაციული, ხოლო შემდეგ უკვე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროთ ადამიანებს, ბიზნესმენებს, რომლებიც პოლიტიკურ აქტივობებს განახორციელებენ. ლობიზმში არის თანხა გადახდილი და იგულისხმება უცხოეთში ლობისტურ პოლიტიკური საქმიანობისათვის ეს პირდაპირ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს და რატომ? საქართველოს სახელით, საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბარი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება და პრეროგატივა. საქართველოს პრეზიდენტსაც კი, როგორც გასაკვირიც არ უნდა იყოს გალბატონი სალომე ზურაბიშვილისათვის, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნულ საკითხზე უკვე იმსჯელა და კიდევ ერთხელ მიუთითა, რომ პრეზიდენტი ხარ და ვალდებული ხარ, რომ იკითხო კონსტიტუცია, ერთხელ მაინცო პრეზიდენტსაც კი საქართველოს მთავრობის თანხმობა სჭირდება, როდესაც იგი გამოდის საერთაშორისო ასპარეზზე. პირები, რომელიც შრომითი ურთიერთობით არიან დაკავშირებული ისეთ არასამეწარმეო, არაკომერციულ იურიდიულ პირებთან, ან მაუწყებლობის შესახებ კანონით გათვალისწინებულ ისეთ მაუწყებელთან, რომელთა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტი არის უცხოური ძალა, მათ აღარ იქნება შესაძლებლობა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდან, ანუ ბოლო ჩარიცხვიდან 8 წლის განმავლობაში რომელიმე პარტიის წევრი გახდნენ. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გამოიყენა ფინანსურ სექტორში არსებული ტერმინი, ეგრეთ წოდებული გაგრძელების გარკვეული პერიოდი გავიდეს. თავაზობთ, რომ რამდენად, არ ვიცი, სამჯელო შეიძლება იყოს, რამდენად რელევანტურია დიდი მოცულობის ბიზნესისთვის, რომლისთვისაც 20,000 და 40,000 შესაძლებელია, რომ არ იყოს ნაკლებად ბოჭავი იმისათვის, რომ ძალათადარღვევაზე ხელი აიღოს, ხომ არ ვიფიქროთ იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ბიზნეს სუბიექტის მიერ, ანუ იურიდიული პირის მიერ პოლიტიკური აქტივობის განხორციელება პირველ ჯერზე იწვევდეს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო მეორე და შემდეგ ჯერზე კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ბიზნესი აკეთოს ბიზნესმა, ხოლო პოლიტიკა აკეთოს პოლიტიკური საქმიანობით დაკავშირებულმა პირებმა. პირველი მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ქართულმა ოცნებამ მხარი დაუჭირა გრანტების შესახებ კანონში შესატანს ცვლილებებს. ამ კანონპროექტს პირველი მოსმენით ხვალ საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე მხარს დაუჭერს ქართული ოცნება. ამის შემდეგ კი, როგორც დაანონსა, კანონპროექტი უფრო მეტად გამკაცრდება და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უკვე შესაძლებელია ქართულმა ოცნებამ პოლიტიკური აქტივობის გამო ბიზნესმენებსაც დააკისროს.